აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა მოიცავს პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი საწარმოების, შემნახველი საწარმოების, სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტების მოწყობის თანადაფინანსებას, ასევე შეღავათიან აგროკრედიტს, ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია და პროგრამით განსაზღვრული ძირითადი პირობების დაკმაყოფილება. პროგრამა ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, ხოლო გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტი ვრცელდება ყველგან, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა. განაცხადის შევსებული ფორმისა და თანმდევი დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარმოდგენა შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, რეგიონულ სამმართველოებში ან საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრებში. ელექტრონული სახით განაცხადის წარმოსადგენად მომხმარებელი შედის ვებგვერდზე rda.gov.g. ირჩევს აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას. პროგრამის პირობების დეტალურად გაცნობის შემდეგ გადადის ავტორიზაციის გვერდზე. სისტემაში შესასვლელად მომხმარებელი უთითებს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრირებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერს და მობილურ ტელეფონზე მიღებულ ერთჯერად კოდს. ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელი ირჩევს სასურველ მიმართულებას, ავსებს განაცხადს და ტვირთავს შესაბამის დოკუმენტაციას. ამასთანავე აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია სააგენტოს ელფოსტაზე, ხოლო გადამამუშავებელი საწარმოების ქვეკომპონენტის ფარგლებში დამატებით საჭიროა ბიზნეს გეგმის წარმოდგენა. სააგენტოს მიერ დოკუმენტური შემოწმების და ადგილზე კონტროლის განხორციელების შემდგომ ბენეფიციერთან გაფორმდება ხელშეკრულება. თანადაფინანსება გაიცემა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დადასტურდება წარმოდგენილი დოკუმენტებით და ადგილზე კონტროლით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ rda.gov.g-ს ან დარეკეთ 1501-ზე. აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ.